აზრები, ემოციები ქცევა და მათ შორის კავშირი და როგორ განაპირობებს თითეული რომელი რომელს განაპირობებს და ერთმანეთზე როგორი გავლენა აქვს ამას და მინდა რომ თქვენი სიტყვებით შეეჯამოთ აი ეს ჩვენ უკვე ზედმეტზე გავაგებთ იმისთვის რომ გადავიდეთ შემდეგ საკითხზე ხო რომელიც ასევე არის ემოციები, აზრები, ქცევა და მათი ურთიერთგავლენა. როგორ ფიქრობთ, აზრები უსწრებს წინ ემოციებს თუ ემოციები უსწრებს წინ აზრებს? ვფიქრობ, აზრები წინ უსწრებს ემოციებს. ხო, მართალია. გახსოვდა პირველ ლექციაზე იყო განსაკუთრებით შეკითხვას რომ დავუშვებდი, რომელიც შეცდომი იყო ხოლმე. ხო, აი შეკითხვის დავუშვებდი, არ არიღებს ხმას. მოდი ხა დავფიქრდეთ, რატო შეიძლება რომ სტუდენტი რომელიცაც უსვამენ შეკითხვას, არ პასუხობდეს ამ კითხვას. უმეტესი ადამიანები ფიქრობთ ამ დროს, რომ რამე ისეთი არ თქვა, რომ საერთოდ კავშირში არ იყოს და ამან რაღაც ესეთი დაცინვა არ გამოიწვიოს. ესეთი შემთხვევა ალბათ უფრო ხშირია. სინამდვილეში ლექტორის მიერ დასმულ კითხვაზე ჩუმად ყოფნა თქვენთვის სასურველი ქცევა არ არის, ხო ესეა, პირიქით არა, უნდა იაქტიურო, მაგრამ აი იმის გამო რომ შენ რაღაცა კონკრეტული აზრი გაქვს ჩამოყალიბებული, ანუ რაღაცა ფიქრებმა შემოგიტია რომ ვაიმე რა სირცხვილია თუ რაიმე შემეშლება, არ აკეთებ იმას რაც შენთვის სასურველი ქცევა, ანუ არ იღებ ხმას, ხო? ესე იგი, მოდი ახლა გადავამოწმოთ ის რომ მე თუ რაიმე შეცდომით თქვი სირცხვილია, ასეა ნამდვილად? ზოგადად აკადემიურ სივრცეში მსგავსი საკითხები და რა ვიცი მე პირადად არ მქონია მსგავსი შემთხვევა არც ერთ ლექტორთან, არც ერთ ლექციაზე რომ ჩემი აზრის შემცხვენ და თუნდაც არასწორი მოსაზრება მქონოდა. პირიქით რაღაც ზონაზე ვწივ არგუმენტირებულად დავასაბუთო, მაგრამ თუ ხვდები რომ ვწდები და რაღაც ისიც შემიძლია რომ განსხვავებული მივიღო. კი ბატონო. საინტერესოა როგორ მივუდგებით ამას როგორც მომავალი მასწავლებლები. თქვენი საკლასო სივრცე, სადაც თქვენი პოტენციური მოსწავლეები ისწავლიან. არის თუ არა ის სივრცე, სადაც თქვენ შეგიძლიათ შეცდომის დაშვება, აღიარება, მათ რომელი ემოციები ვიჭარბებს? მე როგორც მასწავლებელმა ვფიქრობ, რომ მეც ბევრი შეიძლება შემეშალოს მომავალში. მაგრამ არასდროს არ შემწყვება იმის აღიარების, მით უმეტეს ბავშვებთან, იმიტომ რომ თუ ვთვლი რომ მასწავლებელი ვარ და ვარ სამაგარითო, მათ ისიც უნდა ვასწავლოთ, რომ ჩვენს გვეშლება. და შეიძლება არ არის ბუნებრივია რომ მათაც შეეშალოს და უნდა შეგვეძლოს ამის აღიარება. ანუ მასწავლებელმა მხოლოდ იმას არ ნიშნავს რომ შენ უშეცდომა და ეტალონი იყო. სტუდენტებისთვის და განსაკუთრებით პირველ კურსელი სტუდენტებისთვის, როდესაც მათ გარემოში ძალიან ბევრი გამოწვევა ხდება, თქვათ, სხვადასხვა დონეზე. შეიძლება იყოს პიროვნულ დონეზე, აკადემიურ დონეზე, სოციალურ, აი ეკონომიურ დონეზეც კი. ამ უნარებს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭებათ, იმიტომ რომ მათი საშუალებით შეუძლიათ, რომ გაუმკლავდნენ იმ ბუნებრივ სტრესს, იმ შფოთვას, რომელიც აქვთ და იყვნენ უფრო მედეგები იმ ახალი გარემოსადმი, რომელშიც ისინი მოხვდნენ. რეალურად ეს სემესტრი ვთქვათ ეთმობა ჩვენ პიროვნულ ღირებულებებს და შემდეგი არის უკვე მოსწავლეებთან როგორ გადავიტანთ ამ ყველაფერს, მაგრამ როდესაც ლექტორისგან ისმენ სიტყვებს, ეს იმდენად ემოციურია, რომ ეს იმისთვისაა, რომ შენ კარგად იყო, უკვე ძალიან სხვა განწყობით, ასე ვთქვათ, ერთვები ამ პროცესში. უკვე ძალიან კარგია და წარმოუდგენა მიჭირს უკვე ამაზე კარგი რა უნდა იყოს. დაწყებითი პედაგოგიკის პროგრამის ფარგლებში ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრიორიტეტი არის, რომ მომავალმა მასწავლებელმა შეძლონ აღჭურვონ თავიანთი მოსწავლეები მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის საკვანძო კომპეტენციებით. ამ ხედვიდან გამომდინარე, ჩვენთვის ამ პროექტში მონაწილეობა იყო ძალიან დიდი უპირატესობა და ძალიან დიდი სიკეთე, რამე თუ ჩვენ შევძელით პილოტირება გაგვეკეთებინა, ვიდრე აკრედიტირებულ პროგრამაში უკვე ფორმალურად საბოლოო სახით ავსახავდით ამ სილაბუს საბოლოო სახით. საქმე იმაშია, რომ ზუსტად აი ამ უნარების მნიშვნელობიდან გამომდინარე არის ის რეალობა, რომ ჩვენ უკვე პირველ კურსზე 2 სემესტრის განმავლობაში 10 კრედიტიანი საგნის ფარგლებში, 2 5კრედიტიანი საგნის ფარგლებში ვასწავლით სოციალურ ემოციურ უნარებს და ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი
ჩვენი სტუდენტების, როგორც მომავალი მასწავლებლების წარმატებისთვის, როგორც თავიანთ საქმიანობაში, ასევე მათი მოსწავლეების შემდგომი წარმატებისთვის.